მოგესალმებით ბატონო ლადო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს შეკითხვებს. მედია სამართლის დარბაზის გახსნით დავიწყოთ, როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის რამდენიმე დარბაზი Deutsche Welle-ს დაფინანსებით გარემონტდა. ზოგადად როგორ აფასებთ მიმართულების მხრიდან დონორებთან ამ სახის ურთიერთობას და რა როლი აქვს დღეს უნივერსიტეტის განვითარებაში უცხოელ პარტნიორებს, როგორც აკადემიური, ასევე ფინანსური კუთხით? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ყველაფერს თავი დავანებოთ. ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები და საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს ჩვენს ჟურნალისტიკის მიმართულებას. ეს პირველი პროექტი არ არის Deutsche Welle-სთან ურთიერთობის. თვითონ მულტიმედია ცენტრიც შექმნილი არის ამერიკული დახმარებით, ანუ ასეთი გამოცდილება არის. რა შეგვიძლია უთხრათ Deutsche Welle-ს? ხოლმე მადლობა თანამშრომლობისთვის, ჩართულობისთვის, ინფრასტრუქტურული და არა მარტო ინფრასტრუქტურული, არამედ აკადემიურ პროგრამებში მონაწილეობისთვის. თვითმმართველობის საკითხზე მინდა გადავიდე. თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათი პროტესტი და მოლაპარაკებებში სამინისტროს ჩართვა. ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ მანამ სანამ მოთხოვნათა იმ 10 პუნქტიან ჩამონათვალს გაასაჯაროებდნენ, ჰქონდათ მოლაპარაკებები უშუალოდ თქვენთანაც და თქვენ წარმომადგენლებთან, თუმცა პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდა. ბატონო ლადო, რატომ ვერ მოხერხდა დიალოგის რეჟიმში ამ პრობლემების მოგვარება, საერთო ენის გამონახვა და რატომ გახდა საჭირო განათლების სამინისტროს ჩართვა? ნამდვილად ჩვენ არ ვართ შეზღუდული დიალოგის ვინმესთან. პირიქით ჩვენ თამამად და დიდი სიამოვნებით გვაქვს კომუნიკაცია ნებისმიერ სტრუქტურასთან და მათ შორის სტუდენტებთან. სტუდენტებთან დიალოგის გარეშე ვერცერთი საკითხი ვერ გადაწყდება უნივერსიტეტში. ამიტომ პრობლემა ნამდვილად არ არის და მზაობა ყოველთვის იყო ჩემი მხრიდან, მზაობა ახლა ამჟამად აქვს უკვე უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსაც, რომელიც შეხვდა სტუდენტებს და სთხოვა, რომ უფრო ასე ვთქვათ საქმიანი შეხვედრა ყოფილიყო, რასაც გეგმავთ კიდევაც და ეს დიალოგი და კომუნიკაცია არის ერთადერთი გზა არ დაგროვილი პრობლემების გადასაწყობად. თუმცა მაინც ვერ მოხერხდა სათანადოდ საერთო ენის გამონახვა ფაქტია და საქმეში უკვე სამინისტრო ჩაერთო. როგორ ფიქრობთ, როგორ შეძლებს სამინისტრო დარეგულირებას ამ პრობლემის? არის საკითხები, რომელიც მართლაც სამინისტროს კომპეტენცია, მაგალითად საკითხები, რომელიც ეხება კანონს უმაღლესი განათლების შესახებ. თვითმმართველობის წევრებს აქვთ მოთხოვნა ამ კანონში შევიდეს გარკვეული ცვლილებები. ბუნებრივია მუშაობა საჭიროა სამინისტროსთან. მათ აქვთ მოთხოვნა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ესეც სამინისტროს პრეროგატივაა. ასე რომ არის რაღაც საკითხები, რომელიც სამინისტროს პრეროგატივაა და ნუ დაგვაუწყდება, რომ ჩვენი უნივერსიტეტი როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის მაკონტროლებელი ორგანო არის სამინისტრო. რაც შეეხება უნივერსიტეტის ავტონომიურობას, ეს ხელშეუხებელია, ამის შესახებ ქალბატონმა მინისტრმა თამარ სანიკიძემაც განაცხადა და უნივერსიტეტს ყოველთვის მოეძებნება იზრდალა დაწყებული აკადემიური საბჭოთი თუ სენატით აღავლაპარაკობ საკუთარ თავზე, რომ აკადემიურ ავტონომიურ რეჟიმში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აქვე კითხავთ, სტუდენტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ მოახლოებულ კანცლერის არჩევნებთან დაკავშირებით ჩნდება კითხვის ნიშნები სამინისტროს მხრიდან რაღაც კუთხით ჩარევასა და თუნდაც ავტონომიურობაში რაღაც გავლენების მოხდას. ამაზე როგორ იქნება? მე შემიძლია გითხრათ, რომ კანცლერის არჩევნებს ჩვენ ახლა გამოვაცხადებთ. არავინ არ შემოსულა ჩემთან კომუნიკაციაში სამინისტროდან და უფრო მეტიც ეს არის უნივერსიტეტის პრეროგატივა, უნივერსიტეტის გადასაწყვეტი. ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ ის კანდიდატები, რომლებიც შემოიტანენ შესაბამის განცხადებებს, მათთან იყოს შეხვედრები უნივერსიტეტის ფართო საზოგადოების მხრიდან, უნდა თვითონ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, ალბათ აუცილებლად შეხვდებიან სტუდენტური სხვა ჯგუფები, ვისაც ენდომება და არა მარტო სტუდენტები, ეს ჩვეულებრივი არჩევნებია და მე ვფიქრობ, უნივერსიტეტს აქვს იმის უნარი ყოველგვარი რეკომენდაციებისა და კარნახის გარეშე, რასაც მე უზრუნველყოფ, რომ ნამდვილად არ მოხდეს,
როგორც რექტორი მიიღოს გადაწყვეტილება და ერჩიოს ის, ვინც უკეთესია უნივერსიტეტისთვის. და საფრთხეები ამ შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან არ არსებობს, გამოიცხავთ. ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ ყოფილა და მე ვიმედოვნებ, რომ არც იქნება. თითოეული სტუდენტი ყოველდღიურად, თუნდაც ნეიტრალურად განწყობილი სტუდენტი ყოველდღიურად აწყდება თუნდაც ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უნივერსიტეტში, ტექნიკურად გაუმართავ აუდიტორიებს, იგივე ბაზების პრობლემებს. თქვენი მმართველობის პერიოდში რა მიმართულებით მუშაობთ? რომ ეს პრობლემები ბაზებთან დაკავშირებით ეს მართლაც სერიოზული საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ კარგი რეორგანიზაცია გავაკეთეთ, ახალი ტექნოლოგიური საშუალებები შევიძინეთ. და მაგალითად 2014 წლის საგაზაფხულო სემეძე შემოდგომის სემეძე იმავე წლის 2015 წლის საგაზაფხულო სემეძე რაიმე სერიოზული პრობლემა არ ქონია. აი პრობლემა წამოიჭრა წელს, იმიტომ რომ მანამდე სტუდენტების მხრიდან რეაქცია უარყოფითი არ იყო. ამიტომ ჩვენ უფრო შემოსავლად უნდა გავერკვოთ კონკრეტულად წელს რა იყო ამის მიზეზი, ეს რამდენად არის ტექნიკური პრობლემა, თუ ეს უფრო არის შინაარსობრივი პრობლემა, რაც შეიძლება მოდიოდეს ფაკულტეტებიდან. ინფრასტრუქტურულ პრობლემებს რაც შეეხება ინფრასტრუქტურაზე ჩვენ მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტს არ აქვს საბიუჯეტო პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსება, ჩვენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვიღებთ დაფინანსებებს მხოლოდ სამინისტროდან. ჩვენ წელს გამოგვიყო გარკვეული თანხა მესამე კორპუსის გასარემონტებლად, მედიცინის ფაკულტეტის შენობის გასარემონტებლად და წელს შეიძლება აგრეთვე იყოს გარკვეული თანხა, რომ დავიწყოთ პირველი სამუშაოები მეორე კორპუსში. ამიტომ ინფრასტრუქტურული პროექტების თანხა ეს მხოლოდ და მხოლოდ არის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. უშუალოდ თქვენი მმართველობის პერიოდში რა პროგრესს ხედავთ ამ მიმართულებით? ინფრასტრუქტურის მათი აი სტუდენტების 10 პუნქტიანი ჩამონათვალი მაგალითად რომელიც იყო მუდმივად უნივერსიტეტის პრობლემა. ეს არის 1 და 2-3 წლის პრობლემა ბატონო ლადო. თქვენი მმართველობის პერიოდში რა გამოსწორდა რისკენ გვაქვს უფრო პროგრესი? დავიწყოთ იმით რომ არ არსებობს მუდმივად 10 პუნქტიანი მოთხოვნა. ეს პირობითად ეს ყოველთვის ცვალებადია, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საკითხი არის, ამიტომ ეს არ არის ასეთი. ნუ ახლა რაც შეეხება აკადემიური რეგისტრაციის საკითხს მეგონა რომ გადაწყვეტილი იყო, იმიტომ რომ გითხარით 3 სემესტრის განმავლობაში პრობლემა 7 რეჟიმში მიდიოდა, ეთყობა რაღაც ახალი შეიქმნა. დანარჩენი ადმინისტრაციული ხარჯის შემცირების გზით ჩვენ შევქმნით სტუდენტებისათვის, სტუდენტთა ჩართულობით სამეცნიერო პროგრამების დაფინანსების მექანიზმი. გამოვყავით 9 მილიონი ლარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით არის, იმიტომ რომ ფაკულტეტებს და აკადემიურ პერსონალს არ მოკლებიათ არაფერი. ეს პრაქტიკულად არის, რომ სტუდენტები ჩაერთონ სამეცნიერო კვლევაში თავის პროფესორებთან ერთად და 200-ზე მეტი საუკეთესო სტუდენტი ამ პროექტში ჩართული. გამოვყავით ასევე ამ ხარჯების ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით დავიწყეთ პოსტდოქტორანტურის საქმიანობა, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტშია. 5 შარშან მივიღეთ, 5 პოსტდოქტორანტი და ახლა კიდევ 7 გვყავს მისაღები, კონკურსი გვაქვს გამოცხადებული. შევქმნით სხვადასხვა სამეცნიერო პრემიები, მათ შორის საერთაშორისო, ესეც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით და მათ შორის არის საუკეთესო სტუდენტური ნაშრომების წახალისება პრემიალური ფონდი. შევქმნით ასეთივე მექანიზმი, რომ 5 საუკეთესო დოქტორანტი თითოეული ფაკულტეტიდან დაფინანსდეს უნივერსიტეტის ხარჯზე. ეს ყველაფერი არის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით მიღებული გადაწყვეტილება. და ასე ვთქვათ, თქვენი მუშაობის შედეგი. ეს არის მხოლოდ ნაწილი მუშაობის შედეგის, იმიტომ რომ არის სხვა მიმართულებებიც, რაზეც მე არც თუ დიდი ხნის წინ მქონდა გასული წლის შედეგების პრეზენტაცია უნივერსიტეტში და 1 საათზე მეტი მგრძელდებოდა ჩემი მოხსენება. გასაგებია. ბატონო ლადო, სტუდენტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ადმინისტრაციაში და თქვენს აპარატში ხელოვნურად არის გაზრდილი შტატები, ასევე არის ბიუროკრატიის პრობლემები. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს და როგორ ფიქრობთ, რეალურად იმდენი თანამშრომელი გყავთ, თუნდაც ადმინისტრაციაში, თუნდაც აპარატში რამდენი საჭირო და თქვენ თუ ხართ კმაყოფილი მათი მუშაობით? იცით, კმაყოფილება ადმინისტრაციის მუშაობით არც ერთ სტრუქტურაში არ არსებობს და ეს შეუძლებელია. არის საკითხები, რაზეც საკმაოდ კარგად და მკაფიოდ მუშაობენ და არის საკითხები, რომელიც სამწუხაროდ საჭიროებს გამოსწორებას. რაც შეეხება ჩვენ უნდა გვამწყდება, რომ რექტორის აპარატი ასეთი არ არის. არის რექტორის და აკადემიური საბჭოს აპარატი და ის შედგება სწორედ იმ თანამშრომლებიდან, რომლებიც
არის ემსახურებიან როგორც აკადემიურ საბჭოს, ასევე ემსახურებიან ვიცე-რექტორებს, ამიტომ ეს აპარატი არის. ანუ უკაცრავად რელევანტურია მათი რაოდენობა. ყოველ შემთხვევაში მე მზად ვარ ნებისმიერი კონსტრუქციული წინადადება განვიხილო ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემას მე აქ არ ვხედავ და უფრო მეტიც რაც შეეხება თვითონ ადმინისტრაციის სტრუქტურას, აი ახლა ჩვენ ავირჩევთ ახალ კანცლერს და ის ხელთ იქნება ბურთი და მოედანი. სწორედ ერთ-ერთი ალბათ თემა, რომელიც ექნება ახალ კანცლერს წარმოსადგენი, იქნება დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ იქნება მისი ხედვა ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. აი ბიუროკრატიის პრობლემებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ თქვენ, როგორ აფასებთ და როგორ უყურებთ ზოგადად ამ ფაქტს, როდესაც სტუდენტები მუდმივად საუბრობენ, რომ მათ ექნება დისკომფორტი, თუნდაც ძალიან მარტივი ოპერაციის შესასრულებლად მიმდინარეობს მუდმივად გადამისამართება ამიტომ ჩვენ ჩემი ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩემი მოადგილე იოსებ სალუკვაძე და ამ კომისიის ამოცანა 5 დეკემბრამდე დაიდოს წინადადებები თუ როგორ უნდა მოხდეს სტუდენტთა მომსახურების ცენტრების რეორგანიზაცია ან ხელახალი ჩამოყალიბება, რომ სტუდენტებს ხელი არ შეეშალოთ თავიანთ საქმიანობაში და ეს განხორციელდეს მარტივად. ამ კომისიის უშუალოდ როდის დადგება ბატონო? მოგითხარით, რომ 5 დეკემბრისთვის უნდა წარმოადგინონ წინადადებები. ამ კომისიის შემადგენლობაში ჩართული არიან უნივერსიტეტის სტუდენტები და მათ შორის თვითმმართველობის წევრები. გასაგებია. ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, თქვენ წინა საარჩევნო პერიოდში და უკვე დანიშნვის შემდეგაც საკმაოდ აქტუალური იყო თემა ფაკულტეტების დაშლის შესახებ და ჩვენ მივიღეთ ერთი ახალი ფაკულტეტი, განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. ამ მიმართულებით თუ გრძელდება მუშაობა ბატონო ლადო და უშუალოდ ჩვენი მიმართულებაზე რომ მკითხოთ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე, ჩვენ თუ უნდა ველოდოთ ამ მხრივ რაიმე სახის ცვლილებებს? არ უნდა ველოდოთ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ნებისმიერი რეორგანიზაცია საკითხი არის დაკავშირებული ფინანსებთან. და ჩვენ არ გვაქვს ეს ფინანსური რესურსი, ჩვენ გვაქვს რთული კონგლომერატები, როგორც არის ზუსტ საბუნების უმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც ბუნებრივია, რომ ასეთი არ უნდა იყოს, მაგრამ არანაირი რესურსი ფინანსური ჩვენ არ გაგვაჩლია რაიმე მკვეთრი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუმცა განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შემთხვევაში რესურსის მოძიება შესაძლებელი გახდა. იმის რესურსი ჰქონდა თვითონ ამ მიმართულებას. დანარჩენი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა არის დაკავშირებული სხვა რესურსებთან. სანამ ეს რესურსი არ იქნება, ვერცად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. კი ბატონო, დიდი მადლობა რომ უპასუხეთ ჩემ შეკითხვებს, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.